მოგესალმებით. ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას. დღეს ჩემთან სტუმრად არიან სოფია გოგოხია და ირმა ჯალღონია, სკოლის ფილოლოგები, მასწავლებლები. ადამიანები, რომლებსაც ძირითადად შეხება აქვთ ახალგაზრდებთან, სკოლის მოსწავლეებთან. და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაღაც დამატებით აქტივობებში და როგორ უწყობს ეს ყველაფერი მათ განვითარებას და რაღაც მომავლის შექმნას ხელს. და შესავალი რომ გავაკეთო, მოვყვები ჩემს გამოცდილებაზე და ჩემს განვლილ გზაზე ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. მე იხლა ვარ ზუსტად იმ პროცესში, როცა გადავდივარ დავამთავრე სკოლა და გადავდივარ რაღაც სტუდენტურ ცხოვრების სტილზე, რაღაც ძალიან დიდ ნაბიჯს თქომ ჩემს ცხოვრებაში და ეხლა რომ ვუყურებ წარსულს, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმით, რომ მე მქონდა შესაძლებლობა ჩართულიყავი რაც შეიძლება მეტ ასე დამატებით აქტივობაში სხვადასხვა სფეროში, ისეთ სფეროებში, რომელიც მეკონა რომ შეიძლება საერთოდ არ მაინტერესებდა, არ ვიცოდი, მაგრამ იმიტომ რომ ჩემს სკოლას ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ რაღაცა ჩართულიყავი და ყველა კარგი მენტორები და გამეცნო სხვადასხვა დარგი. ამან შემაძლებინა ის, რომ რაღაც მივახცე წარმატებას საერთაშორისო პროექტებში და ეხლა ვაგრძელებ სწავლას საზღვარგარეთ და ეს რაღაც შესაძლებლობა, რაც მომეცა მე-9 კლასიდან დაწყებული, იყო რაღაც გარდამტეხი ძალა ჩემში, რამაც იმდენად ბევრი უნარი განმივითარა და მე მეგონა მაგ დროს რომ ეს რაღაცა სასწაული უნარებია და ძალიან ცოტა ადამიანს აქვს მსოფლიოს მასშტაბით რაღაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის უნარები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გადარჩი რაღაც პიროვნულ, ასევე და რაღაც კარიერულ ცხოვრებაში 21 საუკუნეში და ეხლა გადავალ თქვენთან კითხვით და მაინტერესებს თქვენ როგორც მასწავლებლებს, ყოველდღე შეხება გქონდათ ახალგაზრდებთან სკოლის გარდა და რაღაც აკადემიური ტრადიციული განათლების გზების გარდა, როგორ არიან მოსწავლეები ჩართული, რას ცდილობენ რაღაც თანამედროვე მეთოდებით როგორც ცდილობენ რაღაც განვითარდნენ, მომავალში რა გეგმები აქვთ, რა შეიცვალა თქვა 10 წლის წინ მოსწავლის ხედვასა და დღევანდელი მოსწავლის ხედვას შორის. აი, რაც ახლა შენ რაც ჩამოთვალე, ქრისტინე, რა სკოლაში ეს პრინციპში არაფორმალური მუშაობის და არაფორმალური განათლების საკითხია და გარდა იმ აკადემიური ნაწილის და პროგრამულის სკოლას რაც შეუძლია და როგორც შეუძლია ისე აკეთებს ახლა ზოგს უკეთესი ბაზა აქვს და ადვილად შეუძლია ბევრი რამის კეთება ზოგიერთ სკოლას დაწყებული ლაბორატორიებით, ოთახები და ფართები და ასე შემდეგ ფუფუნება აქვს ამისი. ახლა ჩვენ შემთხვევაში ეს არ გქონია არც არასდროს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ რაღაცნაირად მაინც სხვა პროგრამების დაფინანსებით, რაღაცებით, ხან ჩვენი ძალებით, დირექციის ხელშეწყობით, მშობლების შემოწირულობებითაც და ასე შემდეგ, როგორღაც ვახერხებდით, რომ ეს არაფორმალური მიმართულება მეტნაკლებად ყოფილიყო ხელმისაწვდომი, არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, მათთვის ვისაც სურვილი ჰქონდა და ვისაც უნდოდა ვთქვათ რაღაც კონტაქტი ჰქონოდა ჩვენთან სხვა მიმართულებით, ეს კლუბების ფორმით იყო ჩვენ სკოლაში და ეს არის ერთ-ერთი რაც შეუძლია ყველა სკოლას არ არის ახლა ამისთვის ხშირად ძალიან დიდი რამე საჭირო. ბაზა უნდა, ამას ოთახი უნდა, რაღაცა სივრცე უნდა და მაინც ყოველთვის იმ პრობლემამდე მივდიოდით, რომ რაღაცა ერთიანი სივრცე აი ამ რაღაც ახალგაზრდული სამუშაოებისთვის სხვა მიმართულებით თავი რომ მოიყაროს ყველაფერმა, ასეთი არ გვაქვს. და სკოლის ბაზაზე ხდებოდა ეს ყველაფერი და ის რაცაც შენ ხაზი გავუსვი, იყო მიზერული, რაც შეგვეძლო მოძიებული სახსრებით და სკოლის დახმარებით და ჩვენი ენთუზიაზმით და ინიციატივით შეკოწიწებული. მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანი იყო და ბევრს გაუკვალა მართლა გზა არაფორმალური განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია ფორმალურზე და ახალგაზრდებს ეს სჭირდებათ. ეს უნდა იყოს რაღაც უფრო ორგანიზებული და ყველა უნდა მუშაობდეს ამაზე. ყველა სკოლა, მათ შორის სკოლამდელი დაწესებულებებიც, თემი უფრო მეტად და აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ყველას თავის საქმეთ უნდა მიაჩნდეს ეს. ნებისმიერ მოქალაქეს არ აქვს მნიშვნელობა. გონიათ რომ თქვენ რო დაიწყეთ. იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც რაღაც ხოროწყუში ეგ რაღაც დამატებითი საშუალება შექმნა ბავშვებისთვის და ხო არ არის რომ
ეგ განვითარდა და თქვენ ვიღაცებმა მოგბაძეს რაღაცებში და ეხლა რაღაც უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდა და რატო გეკითხებით? ჩვენ ახალი არაფერი გავიგეთ, სახელები დაერქვა უბრალოდ სხვა ადამიანები მას მანამდეც აკეთებდნენ და რომელსაც ბავშვი რომელიც იცით რომ არ არის ამ დამატებით რაღაცებში ჩართული და ბავშვი რომელიც არის და რაღაც სოციალურად უფრო აქტიური აკადემიურ მოსწრებაში თუნდაც ან რაღაცა ურთიერთობებში არის თუ არა ესეთი რაღაცა მნიშვნელოვანი განსხვავება. მაგალითად, ეხლა გამოცდების პერიოდი მოდის და თქვათ ვინც უფრო რაღაცა ღრმად და რაღაც ფართო ცნებებს ეცნობა და რაღაც გარკვეული თითქოს ასე თუ ისე ყველაფერში ის წესით უნდა იყოს უფრო რაღაცა მეტი შესაძლებლობის მქონე და უფრო მეტად უნდა შეძლოს თუნდაც გამოცდებში რაღაცა წარმატებით ასპარეზობა და ამ შემდეგ. ხო არის განსხვავება და თქვენ როგორ ამჩნევთ? როგორ არა, ეხლა სოფოს უსმენდი და ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი მაინც ადამიანური რესურსია და ის ენთუზიაზმი, რაც შეიძლება სკოლაში პედაგოგმა გამოავლინოს თავის პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება და ამ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, გზამკვლევის როლი უნდა შეასრულოს მასწავლებელმა. რაც ხორციელდება სოფოსთან სკოლაში, რამდენიმე მასწავლებლის აქტიური ჩართულობითა და თავგადადებული და თავგანწირული შრომით. ვიცი ეს რას ნიშნავს, რამხელა ენერგიას და რამხელა დროს მოითხოვს. რასაც ჩვენ მაშინ ვახერხებდით ნაკლები ინტერნეტის პირობებში, ასე ვთქვათ, ის იყო, რომ პერიოდულად ხვდებოდით ბავშვებს რაღაც არაიონულ მასშტაბით აი ესეთი სკოლებიდან რაღაც ღონისძიებები, ასე ბავშვები სულ სხვანაირად იხსნებოდნენ, სრულიად სხვა უნარებს ავლენდნენ ურთიერთობაშიც, ინტელექტუალურადაც რაღაც მრავალმხრივ დადებითი შედეგები ჰქონდა ამას. სრულიად შემუმჩნეველი ბავშვი სულ სხვა თვალით შეგვიძლია დაგვენახა და თვითონ ბავშვს დაენახა საკუთარი თავი, რაც მთავარია. კი ბატონო, გეთანხმებით და რაღაც ვფიქრობთ აი ბავშვების განვითარების შესაძლებლობებზე შეიძლება ირგვლივ არის იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვები იყენებენ რეალურად, ხო? შეიძლება ბევრი რესურსის გამოყენება ვიღაცები შეაწუხო, რაღაცა თქვენი რესურსები გამოიყენო, რაღაცები მოიძიო, მაგრამ მგონია რომ სადღაც არის რაღაცა მენტალური და საზოგადოებრივი დოგმების რაღაცა ბარიერი, რომ ეს არაფორმალურიც იმდენად მნიშვნელოვანია და ეს რაღაცა პიროვნული განვითარება მოზარდის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაცა აკადემიური რაღაცა ის თვითგემოს ჩავარდნა და ეს ბავშვის გაწურვა რომ რა თქმა აი 10-ზე უნდა ისწავლო. ამის პრობლემა არის და ძალიან დიდი წნეხია ვფიქრობ მოსწავლეებზე ამ მხრივ. აი მშობლების როლზე რო ვისაუბროთ ახალგაზრდების განვითარებაში და თქვენ თუ აწყდებით ხოლმე მშობლებისგან აი რამე ბარიერს თუნდაც ის რომ ბავშვი რაღაც კლუბში გამოუშვან ან რაღაცაზე დასწრების უფლება მისცენ, ხელი შეუწყონ. აი ახლა მისაღები გამოცდებია და ბავშვს გინდა თუ არა უწევს რომ ხარკი გადაუხადოს ოჯახის დაკვეთას, საზოგადოების მოთხოვნებს, აბარებს ეროვნულ გამოცდებს, მაგრამ ამასთანავე არის ესეთი შემთხვევა რომ აბარებს კოლეჯში კულინარიაზე, რომელიც ალბათ მისთვის უფრო მისაღებია შინაგანად რაღაცა აქვს ამის მიდრეკილება, მისრაფება, უნარები. მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა სტუდენტი გახდეს უნივერსიტეტში. ეს მოვალეობა, ესე ვთქვათ, უნდა მოიხადოს საზოგადოების წინაშე. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება იმ სფეროში, რაც აქვს არჩეული. არ ვიცი, რამდენად დაეხმარება ამაში უნივერსიტეტში სწავლა და ხელშეუწყობს თუ ხელშეუშლის. ანუ ეს რა თქმა უნდა მენტალიტეტის და არსებული რაღაცა ესეთი კონიუნქტურის ბრალია, რომ ჯერ კიდევ ჩვენ საბჭოთა მენტალობიდან მოყვება ეგ დოგმად, რომ აუცილებლად ჩემი შვილი დიპლომიანი სასიცოცხლო უნდა გახდეს, ხო? ხო, მე მგონია რომ ზოგი აბიტურიენტობის დროს ვერც კი ხვდება, რომ აი რაღაცა უნდა უნდოდეს რა. იმდენად იცის რაღაც ასაკიდან რომ ხან ზოგჯერ დაიჯერა რომ თვითონ უნდა, ზოგჯერ მართლა მშობლების რჩევით, კეთილი რჩევით რა თქმა უნდა, ხო, არც იცნობს და არც ფიქრობს სხვა რამეზე. გონია ისე გავა 1 წელი, 2 წელი და სადღაც მე შუაში მიხვდებიან ხოლმე მესამე კურსზე ან მეორე კურსზე ან უფრო გვიან და მე წყვეტენ სწავლას, მე უცრუდებათ გული. ეს პრობლემა ახლა ნაკლებად ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს უფრო მერე იჩენს ხოლმე თავს, რომ აი თურმე ეს გდომები ან თურმე სულ გინდოდა, მაგრამ რაღაცნაირად არ იფიქრე. ამ ფიქრში ხელი შეწყობა არის ალბათ
ალბათ კი არა მოსწავლის მშობლის და მასწავლებლის ფუნქციაც რომ იმაზე დააფიქროს რა უნდა რა უყვარს ისი კეთება უნდა ან რაღაც აღმოაჩენინო მაგრამ აი რომ აღმოაჩენინო ამას მარტო ადამიანური რესურსიც არ იყოფა მატერიალური რაღაც ესეთ რესურსიც უნდა ეს აჩვენო ის აჩვენო ეს ასწავლო კი დაგვყავს ხოლმე აი მაგალითად გქონია პროექტები პროფესიულ სასწავლებლებში წაგვიყვანია ბავშვები გვიჩვენებია და მოსწონებიათ ძალიან ეს IT მიმართულება იქნებოდა თუ სხვა მაგრამ მე მაინც ისევ ეს სტუდენტი რომ უნდა გახდეს და აბა ახლა სირცხვილია სტუდენტი თუ ვერ გახდა აი ეს გადაძალავს ხოლმე ისევ და მე ესეც ხდება ზოგი იყო ახლა შარშან-შარშანწის შემთხვევები მიატოვეს სწავლა და გადავიდნენ პროფესიულ სასწავლებლებში ან თვითონ ნახეს ბავშვებმა სტუდენტებმა რომ აზრი არ აქვს 4 წელი დროის ხარჯვას ფულის ხარჯვას და თვითონ გადავიდნენ პროფესიულ სასწავლებლებში მაგრამ ზოგი ამას გვიან ხვდება ძალიან ხო და ეს ეხა ერთი რამე მინდა უბრალოდ დავამატო აი ეს არაფორმალური განათლება რო თქვით ეს ჩვენ სკოლაში არის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ვინც იცის ყველა მიხვდება რომ ეს მელორი მასწავლებელზე ვლაპარაკობ რომელიც რაღაცა ისეთ ცდილობს ლაშქრობის და რაც გასulis და თაიქნება თუ ვარი არ აქვს მნიშვნელობა იქ მიაღებინოს იცოდნა ახლა ირმა რომ ამბობდა რომ აი იქ იხსნება რაღაცა სხვა უნარები და იქ ბავშვი სხვანაირად არაფორმალურ გარემოში სულ სხვანაირად წარმოჩინდება აი ასეთი მასწავლებელი ბედნიერება როცა არის სკოლაში ალბათ არის სკოლები სადაც ამაზე არც არავინ არ მუშაობს მაგრამ აი სულაც კარვის გაშლა მაგალითად შარშან მე რო კლასელი ვენდეს რაც ახლოს გავიდნენ სულ ახლოს რამდენიმე კილომეტრში და იქ რაც კარავი როგორ გაშალონ ნიკოცონი როგორ დაანთონ როგორ თითქოს ახლა არაფერი ისეთი არ არის მაგრამ არიციან რეალურად. Ну იმაზე არაფერს ვამბობ რომ ზაფხულობით ტოპაზე აყავს ათეულობით მოსწავლე იქნება თუ ყოფილი მოსწავლე და იქ რაღაცა ინსტრუქტაჟივით აქვს და უკვე იმათ ვინც შარშან და შარშანწინ იყვნენ წელს თვითონ ავალებს უკვე აი ამ ხელმძღვანელობას ლაშქრობის და არიან ბავშვები რომლებიც რავი ძალიან დაინტერესებულები არიან აი სამთო ამბებით და ეს მიმართულება ეს არის ზუსტად სასწავლი. დღეს კარგი კომპანიის სამშობლოდ რომ მიხვალ არავინ არ გითხავს რომ როგორი სკოლა დაამთავრე და ყველა გაკეთილს დაესწარი თუ არა და გამოკითხვაში რა გიყავდა აბა ეგ არის პირნათლად პირდაპირ გეკითხებიან ჯგუფში მუშაობა შეგიძლია განსხვავებული აზრის მიღება შეგიძლია რამდენად თავისუფალი ხარ რამდენად შეგიძლია რაღაც კონცენტრირდე რაღაც ასე შემდეგ იდეები გაუზიარო რაღაც კრეატიული შექმნა და ასე შემდეგ და აი ბოლოსკენ რო წავიდეთ თქვენი აზრით ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა სჭირდება ცხოვრწყოს რა სახის აქტივობა რომ რაღაცა ახალგაზრდებს რაღაცნაირ ქუჩას მოუწყვიტოთ და რაღაცით ავაინტერესოთ რაღაცა თქვენ ვიცით ეს პროჯექტი გამგვიხილავს და ვიცით რა გჭირდება მაგრამ კიდე ერთხელ რა იდე აი რა უნდა მოვივიდეს რომ ეს დამავიწყდეს ყველაზე მეტად რა გვინდა და რა გჭირდება რითვისაც ვიბრძვით წლებია ეს ლიტერატურული ოდა რისთვისაც გავაკეთეთ და გვინდოდა ზუსტად ეს მულტიფუნქციური დატვირთვის მქონე სივრცე თავისუფალი სივრცე სადაც მაქსიმალურად ბევრი უნარის და საკუთარ ნიჭის აღმოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ ახალგაზრდებს და აი სულ მცირე შეკრების ადგილი ექნებათ აზრთა გაზიარების და ასე შემდეგ ურთიერთობის უბრალოდ თავისუფალი სივრცე ამაში შედიოდა მათ შორის მაგალითად მინიან დახურული ან ღია კინოთეატრიც კი რაღაცა კინოსივრცე ამისთვის კი ცალკე რამდენი რამ ვეცადეთ მაგრამ არ ვერ გახორცელდა ვერ მოახერხეთ ვერასდროს ახლა აი მაგალითად ბორჯომშია ესეთი პატარა ღია ტიპის კინოთეატრი რამდენიმე არ როგორც ვიცი მე ერთი ვნახე მხოლოდ არ არის არ უნდა ამას რაღაცა კეთილი ნება უნდა მხოლოდ არ არის ეს საშინლად რთული მაგრამ აი კიდევ ამბობ რაღაც ჯგუფს და რაღაც ნაწილს და 1% კი არა მთელი თემის ინტერესში უნდა შედიოდეს ეს მაგრამ ხა პრიორიტეტი სხვა რამეა ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ და ამიტომ კინოთეატრზე ხანდახან ვიღაცას ეცინება ხოლმე რომ ამბობთ რომ არა და ეს უფრო ბევრად მეტი იქნება ვიდრე უბრალოდ კინოსაყურებელი ხო ესენი გჭირდება რომ მე ამ პრობლემიდან ეხლა რაც გვაწუხებს გამოვიდეთ რომ რაღაცით უნდა დავიწყოთ და შეიძლება ძალიან მცირედ
ის არის დეტალია კინოთეატრი თუნდაც, მაგრამ საწყისია იმის რომ რაღაცა კინოთეატრის არ ქონა მგვიფიცგა ზუსტად იმისკენ რომ ეს კინოკლუბი გაგვეკეთებინა სკოლაში ეს იყო 11 წლის წინ და ძალიან გვინდოდა რომ რაღაცა კინოდარბაზი ან რაღაცა ისეთი გვექნებოდა ჩხოროწყულში სადაც კვირაში ერთხელ იქნებოდა ორჯერ თუ უფრო ხშირად თუ უფრო იშვიათად რაღაცა ერთად შევიკრიბებოდით მე რაღაცა აზრებს გავუზიარებდით ერთმანეთს რაღაცასთვის დაგვეგმავდით ვისაუბრებდით და ეს იქნებოდა ბევრად მეტი ვიდრე მხოლოდ რაღაცა ერთად ფილმი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ერთად ფილმის ყურება ნუ რაღაც იყო ძრები და მუნიციპალურ კინოთეატრზე ალაპარაკ და რაღაც ჯგუფი მაგრამ მე რაც ესე წავიდა დაეწყო მოვლენები ერთმანეთს რომ ესეც გაჩერდა ეს ამბავის როგორც ვიცი ახლა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში არც გამიგია არაფერი და დარჩით დღეს კინოთეატრის შენობაც რამდენიმე კვირის წინ დაინგრა ყოფილი კინოთეატრის შენობა და დავჭით საერთოდ ისე და უღრმესი მადლობა გისურვებთ რომ ეს რაღაცა ენთუზიაზმი რითაც ჩხოროწყულს აზრდობს და ჩვენ გავიზარდეთ და კიდევ ბევრი ადამიანი გაიზრდება ეგ ძალა არ დაკარგოდეთ კიდევ დიდხანს და უღრმესი მადლობა